იმისთვის რომ ქალი კარგი ცოლი და კარგი დიასახლისი იყოს, ის ბავშვობიდანვე ვიღაცაზე უნდა ზრუნავდეს, უნდა ალაგებდეს, საჭმელს ამზადებდეს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ახდენს მის თავის ქალაში კონკრეტული ნეირონთა კავშირების ფორმირებას, რომელიც მაგ ყველაფრის ავტომატიზაციაზეა პასუხისმგებელი. ხოლო იმისთვის რომ ის გახდეს მკვეთრი, გამომწვევი, სექსუალური, ქარიზმატული და საინტერესო, რომელსაც თავისი თავის შეთავაზება კარგად შეუძლია, ანუ ისეთი, რომელზეც უმეტესობა თქვენგან სდორბლი მოგდით. ამისთვის მან უნდა იმოგზაუროს, იგულაოს, იფლირტაოს, ბევრ ადამიანს უნდა ეკონტაქტოს და თავისთავად როგორც უყვართ ამის თქმა, უნდა რეალიზდეს. თვითრეალიზაციის გამოტოვება როგორ შეიძლება? ეგ ხომ 21 საუკუნის განვითარებული სამყაროს მთავარი მონაპოვარია ამათ იდიოტ თავებში. ხო და კიდევ ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი უნდა გახდეს. ეს ფრაზაც არ უნდა გამოვტოვოთ, რომელსაც შემდეგ როგორც წესია მოხვება. ძლიერ და დამოუკიდებელ ქალთან მხოლოდ ძლიერ მამაკაცს შეუძლია ურთიერთობაო. არა ჩემო ლამაზო, ძლიერ და მომწიფებულ მამაკაცს გარე გამომწვევებთან ბრძოლა და გამკლავება შეუძლია. სახლში კი უბრალოდ სითბო და სიმშვიდე სჭირდება. ხოლო ეგ ფრაზა კი ზუსტადაც ინფანტილურ მამაკაცებზეა გათვლილი, რომლებსაც უნდათ რომ რაღაცას წარმოადგენდნენ და ტყუდებიან მაგ ღია და ნაგლურ манипуляციაზე. აზრი იმაშია, რომ თან მკვეთრი და სექსუალური, ძლიერი და დამოუკიდებელი იყოს და თან მეოჯახე და კარგი დიასახლისი არის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო თვისება, ორი აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრების წესის შედეგი. ზუსტად ამიტომ მოსაწყენი ქალი სამუდამოდ იქნება მოსაწყენი, ხოლო სწერვა ქალი კი სამუდამოდ სწერვა დარჩება. სულ რომ მან 4 შვილი გააჩინოს, მაინც სწერვა დარჩება. ქალის შეცვლა შეუძლებელია. ეს არის ამ მონარიდი 17 წუთიანი ლექციიდან. სრული ლექცია ჩემს YouTube არხზე დევს. იაქტიურეთ YouTube-ზე, რომ რაც შეიძლება მეტად გავრცელდეს არხი, რომ ყველამ ერთად უფრო მეტ ადამიანს დავეხმაროთ.